21 დეკემბერს საღამოს 7 საათზე ზესტაფონში მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო დაინთება. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ნაძვის ხის განათების ცერემონიის ნაწილი იქნება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, სოფო ხალვაში, კახა კუხიანიძე, ჯორჯიან სინგს და გუფილენდი მიიღებენ. საახალწლო ღონისძიება ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ტრადიციულად სადღესასწაულო საღამოს პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს. 21 დეკემბრის ზღაპრული განწყობა წინა საახალწლო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. 26-ში ზესტაფონს კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი ესტუმრება. 31-ში კი მთავარ მოედანზე კონცერტი ჩატარდება ღია ცის ქვეშ. მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობის ღონისძიება. დღეს უკვე დავიწყეთ მთავარი ნაძვის ხის მორთვა, რომელიც ფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. 21-ში მთავრობის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ გაიმართება ნაძვის ხის ანთების კონცერტი. 26-ში უმასპინძლებთ კოკა-კოლას საახალწლო ქარავანს და ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება და ახალი წლის განწყობა შეგვიქმნის ვფიქრობ. და 31-ში უკვე გვექნება დასკვნითი კონცერტი და ერთად შევხვდებით ზესტაფონელები აქ ჩვენს მთავარ მოედანზე ახალ წელს. წელს ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო, რომ სიახლე შეგვეთავაზებინა ზესტაფონელებისთვის და მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დრო იყო ამის ორგანიზებისთვის დარჩენილი, შევძელით, რომ გარკვეული სიახლეები შეგვეთავაზებინა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იქნება ცენტრალურ ქუჩაზე ახალი განათება, ასევე განათება თეატრი, განათება რკინიგზის შენობა და ნაძვის ხეც მოირთვება უკვე ახლებური დიზაინით. ვცდილობთ, რომ ქალაქის სხვა უბნებში და შევიტანოთ საახალწლო განწყობა და მოკრძალებული განათებებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით რამდენიმე ადგილას. ზესტაფონის მოსახლეობას მინდა ინფორმაციის სახით მივაწოდო, რომ აღნიშნული ტერიტორია აღჭურვილია კამერებით და ვიცავთ და ასევე ჩემი გუნდის სახელით მინდა მოწოდება გავაკეთო მათი მისამართით, რომ ჩვენს მიერ შეტანილი ეს საახალწლო განათებები, თუნდაც სიახლე, თუნდაც არსებული ძველი განათებები ერთად შემოვუნახოთ ჩვენს მომავალ თაობას მომდევნო ახალი წლისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი არ დავაზიანოთ და არ გავაფუჭოთ. მადიდებელი ქრისტიანები 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული. წმინდა ნიკოლოს სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული, მათ შორის ზესტაფონშიც. საქართველოში საარსებო მინიმუმი 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით, ერთ თვეში კი 5,9 ლარით გაიზარდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით 2025 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288,4 ლარი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262,4 ლარს შეადგენდა. 2024 წლის ოქტომბერში კი 282,5 ლარს. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის ნოემბერში 255,4 ლარით განისაზღვრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 232,4 ლარით, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში 250,3 ლარით. ცნობისთვის საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ბორის ჭიჭინაძეს ვთხოვეთ. ანუ მინიმალური სამხაროო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან,
და სტატისტიკის სამსახური აკვირდება ამ პროდუქტებზე ფასებს, გაიზარდა თუ შემცირდა, აქედან გამომდინარე აგრეგირებული, ანუ შემაჯამებელი ციფრი გამოყავს და ანგარიშობს ერთ შრომის უნარიან მამაკაცის საარსებო მინიმუმს. ციფრი ცოტა ახლა საკამათოა და ხშირად იწვევს მათ შორის სპეციალისტებში კამათს, მეც მოსახლეობაშიც, მეც ხშირად მithქვამს ადრე თქვენ ტელევიზიაშიდაც ასევე, რომ ეს საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახდენს სწორად არსებული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. ანუ ის მეთოდოლოგიას ვერ აცდება. ახლა რასად არის გამოსავალი? მეთოდოლოგიის დახვეწაშია გამოსავალი. ეს მეთოდოლოგია მიღებული იქნა თითქმის 20 წელზე მეტი ხნის წინ. ამიტომ მის მერე გარკვეული ცვლილებები განიცადა ჩვენმა ეკონომიკამ, რეგიონის ეკონომიკამ, სოფლიო ეკონომიკამ. იქ ცვლილებას საჭიროებს ასევე კალორიების რაოდენობა, რა ჭირდება ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ადრე ეს სპეციალისტების მიერაც იყო ნათქვამი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ, რომ როდესაც ეს მეთოდოლოგია მიიღეს, ხელოვნურად იყო დაწეული კილოკალორიების რაოდენობაც. 20 წელზე მეტი ხნის წინ. ანუ ადამიანს ფაქტიურად რა კილოკალორიები ჭირდება, იქედან გამომდინარე თუ ვიანგარიშებთ რეალურად, ეს ციფრი შეიძლება გარკვეულად გაიზარდოს. ანუ გამოსავალი ეს მეთოდოლოგიის დახვეწა და მეთოდოლოგიის დახვეწიდან გამომდინარე სტატისტიკის სამსახური მიიღებს ციფრს და სტატისტიკის სამსახურის შესაბამისად რეალობასთან ახლოს და მთავრობასაც მიეწოდება უფრო ობიექტური ინფორმაცია. ქვეყნის 1,5 მილიონი მოქალაქეს შორის, ვინც მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთი დაირეგისტრირა, კვალითში მცხოვრები ნაილი ოდიკაძე ჩედის. ამბობს, რომ მის სოფელში პროცესი ადგილობრივების ჩართულობით სრულიად მარტივად განხორციელდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილმა ციფრულმა პროცესმა მნიშვნელოვნად გაამარტივა მიწის რეგისტრაცია და გამორიცხა ცდომილებები. ჩვენ ვცხოვრობ სოფელ კვალეთში. მიწის ნაკვეთი გვაქვს, რა თქმა უნდა, ალბათ ნორმა, რაც გვეკუთვნის. და ამ ზოები იყვნენ მოსულები და ძალიან ყვაყვილი ვარ, ძალიან ისე კოხდად მოგვემსახურენ, არაფერი პრობლემა არ შექმნიან, ახაზიც გააკეთეს, კიდეც გადასცეს ალბათ და დარეგისტრირებული ვართ. მიწის რეგისტრაცია ისევე როგორც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ზესტაფონშიც დასრულების ეტაპზეა. მოსახლეობას სრულიად უფასოდ აუზომეს ყველა ის ნაკვეთი, რომლის მფლობელობაზეც უფლება ან პრეტენზია ჰქონდა, რაც მათ საშუალებას მისცემს სურვილისამებრ განკარგონ თავიანთი საკუთრება. აღრიცხეს, გააკეთეს აღრიცხვა და ჯერ არაფერი მიმიღია, არც მისულ არ ის. და საერთოდ მატერია კოლმეურნეობიდან მეწერა 6600 მეტრო, საერთოდ, მაგრამ მე მიმატებულები მაქვს რაღაცა. და ყველა დაარეგისტრირდა. არა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს 2026 წლის 1 იანვარს სრულდება. ამ ეტაპზე სახელმწიფო მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ აზომა 2,94,707 მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საამზომველო სამუშაოების შედეგად ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და ვებ პორტალზე აქვთ წარმოდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს უფასოდ დაურეგისტრირებს. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირებმა ობიექტური მიზეზების გამო 2022-25 წლებში ვერ ისარგებლეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით, შესაძლებლობა მიეცემათ 1 იანვრიდან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სპორადული წესით წარადგინონ. გსურს დავაკონკრეტოთ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროცესი ფორმალურად იმ კრიტერიუმებით, რომლითაც ეს დღეს წარიმართება 31 დეკემბრისთვის დასრულდება, თუმცა ჩვენი მოქალაქე, როდესაც კონკრეტულად მიმართავს სააგენტოს, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა იმავე წესით სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმებით დადგენილი წესით განახორციელოს რეგისტრაცია ინდივიდუალური განცხადებების საფუძველზე. აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე სისტემური რეგისტრაციის დასრულების შესახებ საუბრისას. სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე. მისივე განცხადებით, მოქალაქეებს, ვინც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ვერ მოასწრო ან სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლო საკუთრებაში გაფორმების ვადა, ეძლევათ 2027 წლის 1 იანვრამდე. რეფორმის დასრულების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები. თითოეული მესაკუთრის უფლება იქნება დაცული და განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.